მაპატიე რომ მეც რაღაც ჩვენთან შემეშალა, ხო, ვის არ შეგვშლია, ყველას გვეშლება, ხო? კარგად რომ ავხსნათ ტრანსის დეფინიცია. დღის განმავლობაში ძალიან ხშირად ვართ ჩვენ ტრანსულ მდგომარეობაში. თავი მართალი იყო ჩემ თავთან და აი აშკარად ხედავ რომ ეგ მაგის სიმართლე დაფუძნებულია მის მოუგვარებელ კომპლექსებზე. ქვეცნობიერს არ აქვს დრო. პირველ რიგში იდენტიფიკაცია რა აკლდად ბავშვობაში. არასოდეს არ არის გვიან გქონდეს ბედნიერი ბავშვობა და პარტნიორული ჯანსაღი ურთიერთობა ეს არ არის ფსიქოთერაპევტის და კლიენტის ურთიერთობა. იუნგის თერაპიაში მან სულ სიზმრებთან მიდიოდა მუშაობა. და მე როცა გაუნათლებელია თუნდაც სასულიერო პირი თავისი ფიგურით ფარავს ქრისტეს ფიგურას. ხშირად მეუნებიან რომ მინდა რომ მოკუტესო ჩემი დედამთილება. ხა პირდაპირ ვთქვათ რა, ხო. წინათლეც და სივლელეც რო გაცნობიერებული შენში და ყავს ბალანსი ამოცნობილი და შენი იარაღია. ახარებაშიც ნახე ჯერ მოვიდა იოანე ნათლისმცემელი რაც არის სინანული, იქადაგა სინანული, მერე მოვიდა ქრისტე. იქადაგა სიყვარული. ეს არის ზღაპრის გამოყენება თერაპიის მიზნით. მითი განსხვავდება ჩვეულებრივი კლასიკური ზღაპრებისგან. მასწავლებელო წმინდა ნიკოლოზი ქართველი იყო. არა მეთქი ქართველი არ იყო და არცვანი. ხო, ანუ არ გაჩერდით ხალხო პირიქით გააგრძელეთ ძიება, აუცილებლად იპოვით, ვინც თქვენ სულთან მოვა რეზონანსში და ვისთანაც შეიცვლებით.